გამარჯობა, მე ვარ ჟურნალისტი თეა დეიშვილი და თქვენ უყურებთ YouTube არხ On Times. დღესგამთენისას ისტორია შეიცვალა. 2025 წლის 22 ივნისის დილით დონალდ ტრამპმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, თავის სოციალურ ქსელში დაწერა: Fordow აღარ არსებობს. Fordow ეს ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვული ხერხემალი იყო. ის განადგურდა, რაც იმის მაუწყებელია, რომ ახლო აღმოსავლეთში ახალი ერა დაიწყო. ისტორია შეიცვალა. ირანის ბირთვული ამბიციები დასრულებულია. როგორ გაგრძელდება ომი ახლო აღმოსავლეთში? როგორ გაგრძელდება ურთიერთობა ირანსა და ისრაელს შორის, ისრაელსა და პალესტინას შორის? ამაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, მაგრამ ჩვენ დღეს შევეცდებით ირანელების თვალით გადავხედოთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ყველაზე მწვავე დაპირისპირებას. თბილისში არსებობს არაერთი ადგილი, სადაც ირანელები იკრიბებიან. მათ აქვთ დიდი დიასპორა აქ. აქვთ თავისი რესტორანი, თავისი სილამაზის სალონები. ისინი იკრიბებიან და მსჯელობენ, რა თქმა უნდა, თავის ქვეყანაზე. მსჯელობენ ხშირად დახურულ წრეებში, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ და ჩავწერეთ რამდენიმე ირანელი, მათ შორის ფერეიდნერი ირანელი ქალი, რომელმაც ძალიან ღიად და გულწრფელად ილაპარაკა On Time-თან და ამიტომ ძალიან გთხოვთ, სანამ ჩვენი გადაცემა დაიწყება, გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ, იყავით ჩვენ მიმდევარი Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე და რა თქმა უნდა YouTube-ზე. მაშასე დავიწყოთ. გამარჯობა. თუ შეგიძლიათ გითხარით, რა ინფორმაცია გაქვთ ირანში მიმდინარე მოვლენების შესახებ, როგორ არიან თქვენი ახლობლები? თანამდებობით არ ვიცით რა ხდება ახლა ირანში. 3 დღეა ვერ უკავშირდებით ჩვენ ოჯახებს. მათ არ აქვთ ინტერნეტი, გათიშულია სატელეფონო კავშირი. არ ვიცი ზუსტად რა მოხდა მათ შორის არც გუშინ. რაც მედიიდან ვიცით, ის არის, რომ ფორდოუს, ნათანისა და ისპაჰანის თავზე დიდი ბომბები დაეცა. ამის შემდეგ ისრაელმა დაარტყა ირანის რამდენიმე კრიტიკულ წერტილს. ზუსტად არ ვიცი სად, ძირითადად თეირანში, დედაქალაქში. არიან თუ არა გარდაცვლილები მშვიდობიან მოსახლეობაში? მე ვფიქრობ, იცით, ხალხი გარბის სხვადასხვა ადგილებში, რადგან მათ არ შეუძლიათ დარჩნენ რისკის ზონაში. ზუსტად არ ვიცი, არიან თუ არა გარდაცვლილები, მაგრამ ვფიქრობ, რომ დიახ იქნებიან, იმიტომ რომ როცა შენობას ბომბა აეცემა, რა თქმა უნდა მსხვერპლი იქნება. რაიცის მოსახლეობის განწყობების შესახებ. ჩვენ ნახეთ რამდენიმე კადრი, როცა ხალხი ზეიმობდა რეჟიმზე დარტყმას. მათ ეშინიათ თუ ბედნიერები არიან იმით, რომ რეჟიმი ირყევა. არა, რა თქმა უნდა, ხალხი ბედნიერი არ არის. არ არიან ბედნიერები, იმიტომ რომ ირანი ჩვენი ქვეყანაა და არ შეიძლება გიხაროდეს ის, რაც ხდება ახლა ჩვენს ქვეყანაში. ეშინიათ? არ ვიცი. ვიცი, რომ ირანელი ხალხი ძალიან ბრძენია. ახალგაზრდების დიდ ნაწილს დიახ ალბათ ეშინია. მათ არ უნახავთ ომი. რა თქმა უნდა შეეშინდებოდათ. ხანდაზმულები ალბათ არ არიან შეშინებულები. ირანელი ხალხი ბრძენია და აუცილებლად იპოვის გამოსავალს. დიახ, ირანელი ხალხი ასეთია. თქვენ დიდებულიერი ხართ. მაგრამ მე მაინტერესებს ხალხის და რეჟიმის ურთიერთდამოკიდებულება. Regime and people. Iranian regime. You know, it's war. Not happy. Yeah, no. Look, this war. ეს ომი აზიანებს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ წუხართ ჩვენი ქვეყნის გამო და ჩვენ უნდა გადავიხადოთ ჩვენი ქვეყნის დაზიანების საფასური. მე მეტის თქმა არ შემიძლია. ვიცი რომ ირანელ ხალხს უყვარს ჩვენი ქვეყანა. I just know about the people of Iran. They love our country, so they will stay. თქვენ შესახებ მომიყევით, თქვენ რას გრძნობთ ასეთ დროს? I'm studying here. მე 2 წელია საქართველოში ვცხოვრობ. უნივერსიტეტში ვსწავლობ და პერიოდულად ჩავდივარ ხოლმე ირანში, ჩემს ქვეყანაში, სადაც ოჯახი მყავს, მშობლები, ახლობლები. ძალიან განვიცდი. სტრესი დიდია, მაგრამ რა უნდა ვქნა? რა მოლოდინები გაქვთ? რა შეიძლება მოხდეს? როგორ შეიძლება ეს ომი დასრულდეს? იმედი მაქვს ომი დასრულდება მალე და როგორც ისრაელის, ისე ირანის ხალხი ბედნიერი იქნება. ახლა მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.
ძალიან დიდი მადლობა. Just this, I hope. Thank you. You're welcome. You're so welcome. ჩვენი გადაცემის მთავარი გმირია ირანელი ქალი, ფერეიდნელი ქალი, ძალიან ძლიერი ქალი, ქართული ფესვებით, რომელიც დაახლოებით 8 წლის წინ ერთი თვის გასატარებლად ჩამოვიდა საქართველოში თავის ისტორიულ სამშობლოში თავისუფლების საძებნელად და აგერ უკვე 8 წელია აქ არის და ორმაგი მოქალაქეობაც აქვს. შაჰზადი მოგვიყვება ირანის შესახებ. იმის შესახებ თუ რა ხდება ახლა მის ქვეყანაში. რა ხდება მის ოჯახში. მისი დეიდები, ბიძები, ბებიები ახლაც ისპაჰანში ცხოვრობენ. გამარჯობა შაჰზად რაჰიმ. დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. თქვენთვის ასეთ რთულ დროს. მინდა გკითხოთ რა იცით ახლა იმის შესახებ რაც ხდება ირანში. გაქვთ თუ არა კონტაქტი თქვენ სახლობლებთან ან რაიმე ინფორმაცია თქვენი ქვეყნიდან? დიახ, როგორც კი კომუნიკაციის და ინტერნეტის მცირეოდენი შანსი ჩნდება, ახლობლები მაშინვე მწერენ. ახლა რაც ვიცი არის ის, რომ ისე ვიბომბება კრიტიკული ადგილები. ის ადგილები, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობს და ამის შესახებ ინფორმაცია აქვთ. მე ჩემი თვალით ცხადია არ მინახავს, მაგრამ ვიცი რომ ყველა ბომბი უმეტესწილად კრიტიკულ წერტილებში არ ჩამოვარდნილი და არა უმისამართოდ. 90% შემთხვევაში წერტილოვანი დარტყმები განახორციელეს. ნადგურდება სამიზნეები და წინასწარ აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ევაკუაცია მოახდინონ. აი მაგალითად ის აფეთქება, რომელიც ჩემს სახლთან ახლოს მოხდა, სამიზნე კონკრეტულად ის შენობა იყო და მხოლოდ ის განადგურდა. მეზობლად არაფერი დაზიანებულა. რა იცით მსხვერპლის შესახებ მშვიდობიან მოსახლეობაში. მსხვერპლი რა თქმა უნდა არის, განსაკუთრებით მათ შორის, ვინც შენობებიდან ევაკუაცია ვერ მოასწრო, თუმცა მანამდე გაფრთხილება ყოველთვის ისმის. ამას ყოფიან ჩემი ახლობლები. თქვენ ალბათ ნახეთ, როგორ დაიბომბა სახელმწიფო ტელევიზიის შენობა, მაგრამ წინასწარ იქაც გაფრთხილება იყო. ევაკუაცია გამოცხადდა. სახელმწიფო ტელევიზიის დაბომბვამდეც წინასწარ იცოდნენ, რომ სამიზნე იყო სწორედ ეს არხი. თუმცა რამდენიმე ადამიანი მაინც დაიღუპა. ნახე, რომ ქართულ მედიაში ირანის ტელევიზიის დაბომბვის კადრები აჩვენეს და მერე ხუმრობდნენ კიდეც ამაზე. მე ვფიქრობ, რომ აქ სახუმარო მაინც არაფერია. შაჰზად, მინდა გკითხოთ, რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება ეს ომი დასრულდეს და რა იქნება შემდეგ? დღეს საერთაშორისო გამოცემები უკვე გამოვიდა სათაურებით. ისტორია შეიცვალა. ირანის ბირთვული ამბიცია დასრულებულია. სულ სხვა ახლო აღმოსავლეთი. მე გეტყვით ჩემს გამოცდილებაზე, ჩემი გადასახედიდან რა იყო ირანი და რა არის ახლა. ირანის ისლამურ რევოლუციამდე ირანი ისლამური სახელმწიფო იყო, მაგრამ მანამდე ის იყო თავისუფალი. მას შემდეგ კი, რაც ირანის ისლამური რესპუბლიკა გამოცხადდა, ანუ 1979 წლის რევოლუციის შემდეგ დაიწყეს დაპირისპირება სხვადასხვა რელიგიებთან, სხვადასხვა ქვეყნებთან, ქრისტიანებთან, ებრაელებთან. თქვენ იცით, რომ ირანი მსოფლიოში მეორე სახელმწიფოა, სადაც უამრავი ებრაელი ცხოვრობს ისრაელის შემდეგ. ჩემს ქალაქში ისპაჰანში მე უამრავი ებრაელი ახლობელი მყავს. მე მეგობრობ მათთან, ისინი ჩემთვის ძვირფასი ადამიანები არიან. და ებრაელები დღემდე ირანში ცხოვრობენ? დიახ, რა თქმა უნდა. ისინი ძალიან ჭკვიანები და განათლებულები არიან, საუკეთესო მსახიობები, ექიმები, მოსამართლეები, მშენებლები, საკმაოდ კარგად არიან ფინანსურადაც. ირანის ხელისუფლების პირობებშიც კი ისინი აგრძელებენ ცხოვრებას ჩვენს ქვეყანაში. თუმცა ბევრმა რეჟიმის გამო დატოვა ირანი. მათ შორის საქართველოშიც წამოვიდა არაერთი ებრაელი ირანელი ოჯახი. ჩვენ სეკულარული სახელმწიფო გვინდა ვიყოთ, მაგრამ ამდენი წელია ფუნდამენტალისტები მართავენ ირანს. მათი იდეოლოგიის თანახმად უნდათ რომ მთელი სამყარო მუსლიმური იყოს, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია, მით უმეტეს დღევანდელ დღეს. თან ალბათ გააჩნია რა ტიპის მუსლიმი ხარ, ესეც ხომ ძალიან ბევრს ნიშნავს, როგორ გესმის საკუთარი რელიგია. დიახ, ასეა და დღევანდელი ირანი არის დახურული სამყარო.
მართალია ჩვენ ირანელ ქალებს არ გვევალება ჩადრის ტარება. ეს უფრო საუდის არაბეთშია და ირანის რეჟიმი იცით რომ ცდილობს ქვეყანა საუდის არაბეთს დაამსგავსოს, ჩვენი ძვირფასი ირანი. ირანს ახლა წარმოშობით ირანელები არ მართავენ. ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოყავთ ყველაზე ბნელი, გაუნათლებელი, ანგაჟირებული ადამიანები, რომლებიც მდიდრდებიან ჩვენი დიდებული სახელმწიფოს განადგურების ხარჯზე. არ გეშინიათ ახლა ამაზე რომ ვლაპარაკობთ და თქვენ ასე ხმამაღლა ღიად აკრიტიკებთ ირანის რეჟიმს? არა, არ მეშინია. არაფერს არ ვამბობ, ისეც რაც მართალი არ არის. რა უნდა მიქნან? მე ახლა ვსწავლობ და ვმუშაობ ძალიან ბეჯითად. ვცდილობ არ შევხედო ახალ ამბებს, იმიტომ რომ მე მთელი დღე ვფიქრობ ჩემს სამშობლოზე და ფიქრებით იქავარ, რაც ძალიან რთულია. ჩემი ოჯახიდან ირანში მხოლოდ ბებიები დარჩნენ, დეიდები და ბიძები. რამდენიმე დღის წინ ჩემს სახლთან ახლოს ჩამოვარდა ბომბი. ვიცი რომ ჩემები გადარჩნენ. ჩემს მეგობრებს ინტერნეტი არ აქვთ რომ მათი ამბებიც მომიყვნენ. მე დავკარგე ჩემი ცხოვრება ირანში. ჩემი ბიძები, დეიდები ორივე მხრიდან იქ არიან. მათზე ფიქრები მაწუხებს და იცით რა? არ აქვს მნიშვნელობა ვინ ცხოვრობს ახლა ჩემი იქ. იქ ჩემი ხალხია. ირანი ჩემი ქვეყანაა. ჩემი ცხოვრება, ჩემი მიწაწყალი და პირველი რაც ამ ომში მტკივა ჩემი მიწაწყალია, რომელიც მილიონობით წლები აქამდე მოვიდა, ჩვენს დრომდე მოაღწია და ჩვენ ის უნდა დავიცვათ და გადავცეთ მომავალ თაობას. გადავარჩინოთ, შესაძლოა შემდეგი მილიონობით წლის განმავლობაში. ინტერნეტში ვნახეთ ბევრი ვიდეო, სადაც ადამიანები ზეიმობდნენ, როცა ისრაელმა დაარტყა ირანის ხელისუფლების ოფისებს. როგორ აღიქვით თქვენ ეს? ჩვენ ახლა ვიცით რომ მიზანშია ამოღებული ბირთვული ინფრასტრუქტურები, რომლებიც განთავსებულია ირანის მთელს ტერიტორიაზე, მიწის ზემოთ თუ მიწის ქვეშ. თაბრიზში, ისპაჰანში, თეირანში, ყველგან. ირანის ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ბირთვული ბოროტების საბადოები განათავსა მთელს ყურეში და რა ელის მერე ამ ქვეყანას, ჩემს მიწაწყალს. ეს არ სჭირდება ჩემ ხალხს, მე ეს ზუსტად ვიცი. სამწუხაროდ დიახ ეს ასეა. ეს სამწუხაროა, მაგრამ ასეა. Now the trend in X პლატფორმა X-ზე გამოჩნდა მოწოდება ირანი დგას ისრაელის გვერდით. რატომ ხდება ეს? ჩვენ დავიღალეთ ამ ხელისუფლებისგან. შეიძლება ეს პირველადი რეაქცია იყო და არ იფიქროთ რომ ჩვენ ერთმანეთს არ უჭერთ მხარს, ასე არ არის. მაგრამ ირანის ხელისუფლება არ უჭერს მხარს ირანელ ხალხს. სამწუხაროდ მათი პოლიტიკის წყალობით უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან ყოველდღიურად. and war of the people. They are innocent people, they are dying every day. But when I talk with my როცა ვესაუბრები ჩემს ლიბანელ, პალესტინელ, კუვეიტელ, ბაჰრეინელ, პაკისტანელ მეგობრებს, იცით რა, მათ მოსწონთ ირანის ხელისუფლება, რადგან ისინი დახმარებას იღებენ მათგან და ირანის ხელით უპირისპირდებიან ისრაელს. მაგრამ მე მჯერა რომ თუ ამ ხელისუფლებას სურს დარჩეს ირანის მომმართველობაში, ის უნდა შეიცვალოს. უნდა შეცვალოს თავისი დამოკიდებულება პირველ რიგში საკუთარი ხალხის მიმართ. or totally change. თქვენ მართლა გჯერათ რომ ეს შესაძლებელია? I hope იმედი მაქვს. I hope so because why I am in Georgia. როგორ ფიქრობთ, რატომ ვარ მე საქართველოში? კი, მე მაქვს ქართული ფესვები და ორმაგი მოქალაქე ვარ უკვე დიდი ხანია, მაგრამ ეს ჩემი ერთადერთი არჩევანი იყო. როცა ირანში ძალიან დაიძაბა სიტუაცია, მამამ თქვა, რომ ჩვენ გვაქვს მეორე სამშობლოც და წავიდეთ იქ. ერთი თვით ჩამოვედით და უკვე 8 წელია აქ ვართ. ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ვიყავი ირანში, რომ ჩემი ბებიები მენახა. მე იმედი მაქვს, რომ მალე იქნება მართლაც სულ სხვანაირი ახლო აღმოსავლეთი. ეს ომი არ არის მხოლოდ ირან-ისრაელის ომი. დიდი ხანია ახლო აღმოსავლეთის ხალხი ამ ომშია. სირია, ლიბანი, პალესტინა და ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მხარს უჭერენ ირანის რეჟიმს და დღევანდელ ხელისუფლებას, მათ იდეებს. საინტერესოა, რა განცდა გქონდათ, როცა ნახეთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ირანის რეჟიმის, ჰეზბოლას და ჰამასის ლიდერების გვერდით იდგა და ისმენდა იმ საშინელ სიტყვებს, სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს. მართალი გითხრათ, ამაზე ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ მე მაგალითად ნორმალური საბანკო ბარათიც კი არა მაქვს ამდენი ხანი, რადგან სულ მეუბნებიან. დაბადების ადგილი არის ირანი. მაგრამ რა უნდა ვქნა? დიახ, მე იქ დავიბადე.
ჩემი მშობლები ირანში დაქორწინდნენ და მე უკვე საქართველოს მოქალაქე ვარ. მაქვს ქართული ფესვები და მინდა ისეთივე უფლებები მქონდეს, როგორც სხვებს. მაგრამ ფერეიდნელი ქართველი ვარ და არ მეძლევა ამის უფლება. ირანში ყველა მეუბნებოდა, რომ ქართველს გავდი. აქ კი ყოველ 6 თვეში ჩემს საბანკო ანგარიშებს ხურავენ. სტუდენტური ბარათიც კი დამიბლოკეს და მაშინ როცა ირანის და საქართველოს ხელისუფლება უპრობლემოდ ეკონტაქტებიან ერთმანეთს და ნახულობენ საერთო ენას. ეს მაშინ როცა ირანის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს მარტივად აქვთ დიდი ბიზნესები საქართველოში. 4-5 მილიონი დოლარი უდევთ ანგარიშზე უპრობლემოდ. და მე მაქსიმუმ 3,000 ლარიან ანგარიშს მიბლოკავენ. მიხურავენ სტუდენტის ბარათს. ეს დისკრიმინაციაა, რომელიც სხვაგან არ სათხდება. ჩემი და ევროპაში ცხოვრობს და მსგავსი არაფერი მომხდარა მის ცხოვრებაში. Sisters both are living in Europe. This kind of discriminations never happened to them. Never happened. We see also how ჩვენ ასევე ვნახეთ, როგორ იბრძვიან ირანელი ქალები. Also in Turkey, დიახ, და ეს ხდება საქართველოშიც. მე მჯერა, რომ მსოფლიოს მომავალი არა მხოლოდ ირანის და საქართველოს, არამედ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მომავალი ქალების ხელშია. განსაკუთრებით ახალი თაობის ხელში. მე შემეშინდა ჩემი ხელისუფლების და დავტოვე ყველაფერი, ჩემი ცხოვრება, კარგი მდგომარეობა საზოგადოებაში. ოჯახი, მეგობრები, წარმატებული ბიზნესი. მე მქონდა ყველაფერი, ლაქშერი ცხოვრება, მანქანა, სახლი, 3 ბიზნესი მქონდა, მაგრამ არ მქონდა თავისუფლება. სამწუხაროდ ყველაფერი დავტოვე და 8 წლის წინ ჩამოვედი. ნოლიდან დავიწყე ცხოვრება. არ ვიცოდი ენა, არ ვიცნობდი ქვეყანას. Even I cannot say that I start my life from zero. მე მარტო შემიძლია ვამბობ, რომ ქალებს ძალიან ძლიერი არიან და მომავალი დრო არის ამის ხელებზე. ქალების ხელში არის და გოგოებს. მაგრამ ჩვენ ხო ხედავთ ნიშნებს იმისას, რომ ირანიდან სწავლობს ჩვენი ხელისუფლება, როგორ შექმნეს მორალის პოლიცია, როგორ შექმნეს ფუნდამენტალიზმი, თან ცრუ ფუნდამენტალიზმი, ფარისევლობა, რწმენა კი არა, ფარისევლობა. ხედავ ამ ნიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სწავლობს ირანის რეჟიმისგან. This war is not just a მე ბევრის თქმა შემიძლია, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ეს არ არის მხოლოდ ირანის და ისრაელის ომი. მე გეტყვით, როგორ აისახა ეს ომი საქართველოზე. მე სასტუმრო ბიზნესში ვმუშაობ დიდი ხანია და იცით რა მოხდა ამ ერთ კვირაში. სასტუმროები სავსე იყო. სექტემბრის ბოლომდე ყველაფერი დაჯავშნული იყო. ახლა ყოველ საათში უქმდება ჯავშნები. ეს არის მცირე სურათი, რაც აისახება მთელს ქვეყანაზე, იმიტომ რომ ირანის ცა, ერაყის ცა, ქუვეითი, ისრაელი, ყველაფერი დაკეტილია. ვერ ჩამოდიან ტურისტები, ვერ ჩამოდიან მათ შორის ისრაელიდანაც. all closed. Is it now came time? თქვენ ფიქრობთ, რომ მოვიდა დრო, როცა ირანი შეიძლება განვითარების ნორმალურ გზას დაუბრუნდეს დემოკრატიას, თავისუფლებას? I think this is the time. დიახ, მე ვფიქრობ ასე. This is the time. ეს დრო მოვიდა. If people stand up. ეს დრო მოვა, თუ ხალხი გაიღვიძებს და თუ მათ არ შეეშინდებათ. რადგან ახლა ირანის ხელისუფლება ძალიან სუსტია. ისინი ყოველდღიურად ფულით სავსე ჩემოდნებით გარბიან ქვეყნიდან. ახსადი ამბობს, რომ დადგა დრო, როცა ისტორიის ცვლილებასთან ერთად ირანი დაუბრუნდეს მისი განვითარების მთავარ საწყის ცივილიზაციას.